ეს ჩვენ შევეხებით ფილოსოფოსის არქეტიპს, ეს არის ბოლო არქეტიპი 7-თაგან, რომელიც ისევე როგორც თითოეული, საკმაოდ გამორჩეული და საინტერესოა. ფილოსოფოსი ეს არის ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია შემეცნებაზე. ცხადია, ჩვენ ამ არქეტიპებს, როდესაც განვიხილავთ, ეს ყველაფერი ზღაპარს უკავშირდება. ეს არქეტიპები არის ზღაპრებში გამოყენებული და წარმოჩენილი და აი ფილოსოფოსი გამორჩეული იმით, რომ არის შემეცნებელი ტიპაჟი, რომელსაც სულ ყველაფერი უნდა რომ გარკვეული კონდეს, უნდა რომ ძალიან ბევრი რამე იცოდეს, აი ცნობის მოყარეობა, სწავლის სურვილი, მასთან არის წამყვანი შემეცნების ძალა, ძალიან დიდი ინტერესიანობა და ყველაფერს იკვლევს, მერე აზოგადებს, ახდენს მოპოვებული ცოდნის სისტემატიზირებას, ამავე დროს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ მის მიერ მოპოვებული ცოდნა სხვებს გაუზიაროს და გადასცეს. მაღალი განვითარების მქონე ფილოსოფოსის არქეტიპისათვის დამახასიათებელია ისეთი ტიპაჟების საორგანიზება და შექმნა, როგორიც არის მაგალითად ბრძენკაცი, როგორიც არის ჯადოქარი, ან უხუცესი, ან მასწავლებელი. არსებობს ესეთი საშუალო განვითარების დონეზე ესეთი მდგომარეობა, როდესაც სულ კითხვები აქვს ამ პიროვნებას, მას სულ აინტერესებს რატომ ხდება ამ ქვეყანაზე, ანუ კითხვა რატომ წამყვანია, რისთვის, რას ემსახურება ეს ყველაფერი, ან საიდან იღებს სათავეს მოვლენები და მოკლედ ძალიან ინტერესიანი არსებაა და შესაბამისად მუდმივად მზად არის, რომ ამ კითხვებზე პასუხი მიიღოს და ის მიემართება კიდეც იმ გზაზე, რომელიც მას აი შემეცნების გზას წარმოადგენს და ამ კითხვებზე პასუხს მოუტანს. არსებობს დაბალი ევოლუციური დონეც, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, თითოეულ არქეტიპში და ფილოსოფოსის არქეტიპის შემთხვევაში ეს დაბალი ევოლუციური დონე გულისხმობს იმას, რომ ამ პიროვნებას წარმოდგენილი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იცის, ყველაფერი გადასარევად მოეხსენება, არანაირი ცოდნა და განვითარება საერთოდ მას არ ჭირდება და თუ კი ვინმე დაусმევს ამ ცოდნის ამაღლების აუცილებლობის შესახებ კითხვებს და წარმართავს აქეთკენ ან მოუწოდებს ცოდნისკენ, ის ვერ იღებს ამას და პასუხობს, რომ ეს სისულელეა ეს ყველაფერი. არანაირი ცოდნის არეალის გაფართოება მას არ ჭირდება, რომ ეს ყველაფერი ესთვის არის საჭირო, რომ ეს საერთოდ სისულელეა. ანუ აბსოლუტურად უარყოფს ცოდნის აუცილებლობას, როგორი საოცარი უკიდურესობა რა, როცა ერთის მხრივ ეს არის მაძიებელი, მისი მაღალი განვითარების დონისათვის შესაბამისი, მუდამ ეძიებს, მუდამ სწავლობს, მარადიული მოწაფეა და ამ დროს დაბალ დონეზე აბსოლუტურად უარყოფს ამას და აქ გაზარმაცებული ცნობიერება და ამ დროს პრიორიტეტული მისთვის არის, რომ გართობაზე იყოს ორიენტირებული, უფრო დროის გატარებაზე და არანაირ სწავლაზე. ერთი შეხედვით ადამიანი ვერც იტყვის, თუ ეს არის ფილოსოფოსის არქეტიპისათვის რაღაც დონეზე მაინც დამახასიათებელი, მაგრამ აი როგორც ხედავთ არის. ფილოსოფოსის არქეტიპი, როდესაც უარყოფს ამ დაბალ დონეზე ცოდნის აუცილებლობას, უკვე რაღაცა სულელის არქეტიპად იქცევა. ანუ ეს სულელის არქეტიპის მსგავსი რაღაც არსებობს, რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდება ცვლილებები, რომ განხორციელდეს მის ცხოვრებაში. ამიტომ ის აღმოჩნდება ხოლმე რაღაცნაირ განსაცდელებში, ისეთ განსაცდელებში, რომელშიც მიხვდება, რომ
მხოლოდ ცოდნა იხსნის და გადაარჩენს და გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. ამიტომ ეს ცხოვრებისეული რეალიები ხშირად თავისთავად უყალიბებენ არჩევანის შესაძლებლობას ადამიანს და აი ეს სულელის არქეტიპიდან თავის დაღწევა უკვე აი ამ განსასწრების შედეგად არის შესაძლებელი მისთვის. ესე იგი, საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, ესე იგი, ამ არქეტიპისათვის წამყვანი და დამახასიათებელი არის ის, რომ მიაჩნია, რომ ცხოვრება სწავლაა, გამუდმებული შემეცნება და წინ სიარული არის სიცხადისაკენ, შემეცნებისკენ და ყველაფერში გარკვეულობის შეტანისაკენ. აი ეს შეიძლება მოკლედ ითქვას ამ არქეტიპის, ფილოსოფოსის არქეტიპის შესახებ. იგი ჩვენ გავიარეთ 7 არქეტიპი, მე თითოეულ არქეტიპის შესახებ მოკლე ინფორმაციები შევეცადე რომ მომეწოდებინა თქვენთვის და ზოგადად მინდა აღვნიშნო რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცოდნა. ცხადია ჩვენ ეს ცხოვრებაში გამოსაყენებლად გვჭირდება. ჩვენი ცხოვრება არ არის მარტივი, ნებისმიერი ადამიანი გადის გარკვეულ გზას ცხოვრების მანძილზე, სრულყოფისა, არის წინააღმდეგობებიც, არის გარკვეული სახის დაბრკოლება და განსაცდელებიც და თავი რო გავართვათ ყველა სირთულეს, ყველა გამოწვევას ცხოვრებისეულს, ცხადია, ნამდვილად კარგ სამსახურს გაგვიწევს ამ საქმეში ცოდნა, რომელიც გვექნება, რომელიცაც ვიქნებით შეიარაღებულნი. აი მითებში და ლეგენდებში არის გაფრთხილებები, მინიშნებები და ზღაპარი იმით არის უნიკალური, რომ როგორც უცნაურად არ უნდა წარმოიდგინოს ნებისმიერმა ადამიანმა, აქ არის მოწოდებული გამოსავალი, გზები და გასაღები, ასე ვთქვათ, თუ როგორ უნდა შევძლოთ თავი გავართვათ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს. ამით ძალიან დიდ სამსახურს გვიწევს ზღაპარი და ის ცოდნა, რომელიც არქეტიპებს უკავშირდება. ამით ჩვენ დავამთავრეთ საუბარი მამაკაცების შესახებ, ესე იგი ზღაპრის არქეტიპებში და მომავალში გავაგრძელებთ იგივე თემას, ოღონდ უკვე ქალებთან მიმართებაში და იმედი მაქვს თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ის ნიუანსები, ის ცოდნა, რომელიც ქალების ტიპაჟებს უკავშირდება არქეტიპებში. ამით შემიძლია დღეს დაგემშვიდობ.